მახარა მოიყვანეთ, არის სოროკ პიატა, ანუ გასცემს ყველაფერს პასუხს. ხადა რა ხდება, ეხლა გეტყვით შემოწმაო რა. ჩეხებ შეპირველად ხარ ეთყობა და რას ვკითხავენ, ერთმანეთში ვიბაზროთ რაღაცეები და დავწეროთ რა, მე იქ რაღაცეები ამოიჭრება. და გისმენთ. ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი. მე ნეიმარი მახსენდება ეხლა რა. ბიჭო, მეც რო წავიდა ვიქით. ნეიმარი ამ ბეილი. ესე მე მელაპარაკებ. ხო, მელაპარაკებ. ბოლებში გიყურო რა შეისახა. ანუ არ მახსოვს ეხლა მაგდენი მილიონი რა ვაკეთე. რამდენი გოლი აქვს გატანილი რონალდოს კარიერის განმავლობაში? ხო, კაცი ვიბრალებ, რომ ანუ ვამბობ კრისტიანო რონალდოს ფანია. ზუსტად. კაი, შეიძლება გადავწერ რა. 932. 933. კაი, შენ, აი, მე დავწერ 932. ანუ მე ვფიქრობ, რომ რავი, ხო რა. კაი, 932 წერ მე. რამდენ შეადგენდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო თანხა? ხო, არა, ადრე ძველ წლებში ეგრე იყო და ეხლა შეიძლება ბევრი ნული და რავი, ბოლოს რამდენი გამოვიდა მილიონი. აუ, უკვე მსხელა ჯერ სადო არის მენა. რამდენს გამოიმუშავებს დღეში EA ფექების გაყიდვებით? გარბაჟის დახმარება არ გვაქვს? 1. არა, 1 მილიონი არის ჩემში. კაი, 2 მილიონი. FIFA-ს რომელ ვერსიაში გამოჩნდა პირველად საქართველოს ნაკრები? აუ, არა, აუცდი. რა 2014-ში იყო საქართველოს ნაკრები. მე მქონდა FIFA 14-ში იყო საქართველოს ნაკრები. არა. აი, ვაშ დავწეროთ, ბიჭო, ძალიან სირცხვილია ეხლა, ვიღაცა EAFC ვარო მეუნები და ის საქართველოს ნაკრები არის როდიდან. აი, თავიდან დავწეროთ 14 ორივე, რა ტეხავს ბიჭო, მაგრა ტეხავს. რომელ წელს გამოჩნდა პირველად კვარა FIFA-ში? რა მითხარ იცი? რუბინის პერიოდში რუსეთის ჩემპიონატი იყო FIFA-ში, გადავწერე. იყო, მაგრამ მე მგონი კვარა არის, ხო? არ ვიცი. ბიჭო, ბათუმიდან წავიდა რუბინში. მე დავწერება შენი. არ გადაუზერე. 19-ში, ანუ 19-ში თამაშობდა აგერები FIFA-ში, როგორი ჩვენებიც არ უნდა იყვნენ, ამიტომ. დავიღუპეთ. რაღაცა არ გადავდივართ, რას თამაშობ დილით. ვინ იყო ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე FC 24-ში? მეც მოთამაშეზე ვსაუბრო? არა. მე მახსოვს პელეს კარდი იყო ყველაზე დიდი. გაუგიჟდები. ბიჭო, ანუ აი, ვიცი რაშია საქმე? გინდა გითხრა, რომ გამოდის აი ეს კარდები ზაფხულში და ივლისში და რომ აღარ თამაშობთ, მაგის ბრალია ეგ. რომელი ცნობილი სტადიონი ამოიღეს FIFA-დან ლიცენზიის არ ქონის გამო? მეც ესე ვფიქრობ. ახეთ, იწერენ შენ. ლიცენზია ცნობილი ამ გუნდს არა აქვს მარტო რა. აი, დავიღუპეთ, რაღაცა საყოფა ცხოვრება კითხვებზე გადავიდეთ. რომელი ქართველი ფეხბურთელი იყო FC 24-ში ყველაზე ხშირად Team of the Week-ში? ყვარა არის ჩემი პასუხი. აუ. კი, იმიტომ რომ კიდე რას ვიტყვი, იცი? ძალიან მიხარია ეს ჩვენი მოპოვებული ქულა. კიდე ერთ რაღაცს ვიტყვი, რომ Team of the Masses ყველაზე მეტი ყვარა იყო რა. რომელი ქართველი ფეხბურთელი იყო პირველად FIFA-ში, რომელსაც სახელი და ვიზუალი ჰქონდა? აი, მე აზრათაც არ მომდის, ვინ შეიძლება დავწერო. უბრალოდ თუ გავარტყავთ, იქნება. არ ვიღაცა FIFA, ანუ რავია, მახარა მოიყვანეთ, არის სოროკ პიატა, ანუ გასცემს ყველაფერს პასუხს. მამა ჩემის ხელა მახარა მაინც. მამა ჩემის მართლა მახარა. არაფერი პირადობას და მართლა მამა ჩემის ხელა. მოვათხოვეთ. რამდენი ფული დახარჯა ერთ-ერთმა მოთამაშემ FIFA-ში ერთ კვირაში? აი, უეჭველი კასტრო იქნება და დახარჯავდა ყველაფერს. $1 და თქო. შენ რამდენი მე დაწერე? დიდარი მეგონადები 100,000 არა, იმას სახსი ყიდიდა კიდეც. $100. და რა პრობლემა? $100 ეხა FIFA-ს პაკში თუ იხდი, ჩამოდი და გუნდი იყიდა, ეგ ალტუბო შუქურა, კი არა, ქობულეთის. ისმენ ჩემი და კითხვაზე თუ შეიძლება. ვინ მიდის ევროპის საკვალიფიკაციოზე Pro ლიგიდან? პრობლემა არა. ძალიან მარტივია. შენ მე დაწერე? მეთქი მე ჩემი თავი დაწერე თქო. შენ რა გამეწერე?